ეს ყოფილი საწარმოების ტერიტორია, რომელიც თბილისში, ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარეობს. მრავალსართულიან შენობას მეოთხე ხარისხის დაზიანება აქვს მინიჭებული და მასში ცხოვრება დაუშვებელია. მიუხედავად საფრთხეებისა, ნაგებობებში ათობით ადამიანი სხვადასხვა პერიოდში უკანონოდ შეიჭრა. დღეისთვის დანგრევის პირას მყოფ შენობაში 39 ოჯახი მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ცხოვრობს. 53 ოჯახს კი აღნიშნულ მისამართზე ცხოვრების გარეშე აქვთ ფართები დაკავებული. კადრებშიც კარგად ჩანს, რომ შენობების კედლები დაზიანებულია. ამის მიუხედავად უკანონოდ შეჭრილ მოქალაქეებს ყოფილი საწარმოების დატოვება არ სურთ. უფრო მეტიც, თვითნებურად სარემონტო სამუშაოებს ახორციელებენ და შენობის ჩამონგრევის რისკებს კიდევ უფრო ზრდიან. ერთ-ერთი მაცხოვრებელი გიორგი ოქროშვილი გვიყვება, რომ რაჭიდან თბილისში საცხოვრებლად ოჯახთან ერთად ჩამოვიდა. თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ შენობაში უნებართვოდ შესახლდა. შესაბამის უწყებებს არ მიმართა და არც ავარიული შენობის დატოვებას არ აპირებს. აქ ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს. ერთი აზრი გვაქვს ყველას. ავარიული შენობა, საფრთხის შემცველია, ბავშვები კარგიშია აქ ცხოვრება. მაინც ისე მაინც აი როგორ ცხოვრობთ აქ? აი ის მშვენივრად ცხოვრობ ეხლა მეპირებად რა, ვიცვალე, უშუალოდ ცხოვრობ. უმისო შეკითხული, აი მოხდები იქიდან გეუბნებით რა. აი ჯანდაცვას თუ მიმართეთ, ანუ რამე მოიმოქმედეთ, იმიტომ რომ ავარიულ შენობაში რა შემოხვედით, ანუ ადამიანების სიცოცხლეს მე ვიცოდი პირველად რო შემოვედი და რა საფრთხე მელოდება და ისედაც ვიცი მე და ყველა მოწვი და ჯანდაცვას მიმართეთ? არა ვიცი. მე თამამასაც ცხოვრების უფლება და ჩემთან. თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე ავარიული შენობების მფლობელი კომპანია Black Property-ია, რომლის 100%-იანი მეწილე Orient Build Estate გახდა. ტერიტორია კომპანიამ 2022 წელს მულტიფუნქციური კომპლექსის პროექტირებისთვის შეიძინა, თუმცა 2023 წლიდან შენობებში უკანონოდ შეიჭრნენ მოქალაქეები და მესაკუთრეს საკუთრების მართვის უფლებას არ აძლევენ. კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ავარიულ შენობაში უკანონოდ შეჭრილ პირებს მესაკუთრემ რამდენჯერმე მიმართა თხოვნით დაეტოვებინათ ავარიული შენობა, თუმცა უშედეგოდ. სადემონტაჟო შენობებში შეჭრილმა მოქალაქეებმა შენობის მესაკუთრისგან საჭირო ვადით ქირით უზრუნველყოფის პირობაც მიიღეს. არაერთი მოლაპარაკება ჰქონდა ჩვენს დაწყებული. მიუხედავად იმისა, რომ არის კერძო საკუთრება, ინვესტორი მაინც თანახმად და მსაუბრს აცხადებდა. კეთილინება იყო სულთა ეს მის მხრიდან, რომ თითოეული ოჯახზე გადაიხადა შესაბამისი კომპენსაციის სახით შეიძლება ითქვას. უძრავი ქონებით ვაპირებთ ჩვენ ამ ხალხის დაკმაყოფილებას. მაცხოვრებლების უმეტესობა სახელმწიფოსგან შესაბამისი დივიდენდი მიღებული აქვს, რაც გამოიხატება უძრავი ქონების ბინის სახით და ფულადი დახმარების სახით, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი მაინც არაფერს გაგონება არ უნდა და ითხოვენ ჩვენგან შესაბამის ფაქტებს. რაც რისკი გადაცემის ვალდებულება ჩვენ არ გაგვაჩნია. შენობების მესაკუთრესა და უკანონოდ შეჭრილ პირებს შორის უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ 2023 წლის 8 ნოემბერს კომპანიამ შენობებში შეჭრილი პირების გამოსახლების თაობაზე სასამართლოს მიმართა. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სააღსრულებო წარმოება 2024 წლის 11 ივნისიდან დაიწყო. ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა უკანონოდ დაკავებულ ტერიტორიაზე ცხოვრებთა პირობები და საჭიროებები ინდივიდუალურად შეისწავლეს. აღსრულების პროცესი ორჯერ გადაიდო, რადგან კრედიტორსა და მხარეებს დამატებითი დრო ჰქონოდათ შეთანხმების მიღწევისთვის. ამჯერად აღსრულების ეროვნული ბიურო უკანონოდ შეჭრილ პირებს მოუწოდებს ნებაყოფლობით შეასრულონ სასამართლოს გადაწყვეტილება, მიიღონ კრედიტორისა და შესაბამისი უწყებების შეთავაზება და დატოვონ სიცოცხლისთვის საშიში შენობები. წარმოდგენილია სამხაროვლის ექსპერტიზის დასკვნა, რომელთაც დასტურდება, რომ შენობები, სადაც ეს პირები ცხოვრობენ, უკიდურესად ავარიულ მდგომარეობაშია. იქ არსებობს ფიზიკური საფრთხეები იმისა, რომ ყოველდღიურად შეიძლება ჩამოინგრეს შენობა, რაც იმავდროულად უქმნის საფრთხეს იქ მყოფი პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. შესაბამისად, აღსრულების ეროვნულ ბიუროს არა აქვს შესაძლებლობა, რომ პროცესი გადადოს, იმის გათვალისწინებით, რომ საფრთხე არის ყოველდღიური და რეალური. ჩვენ წარმოების ფარგლებში, რომელიც როგორც მოგახსენეთ, ემსახურება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას, განვახორციელეთ არაერთი ვიზიტი მისამართზე, გამოვიკვლიეთ საჭიროებები იქ მყოფი პირების, დადგინდა, რომ პირთა ნაწილი, რომელიც იქ ცხოვრობს, სახელმწიფოს მიერ უკვე დაკმაყოფილებულია საცხოვრისით.
თვალჭრელიძის ქუჩაზე უკანონოდ მცხოვრებ მოქალაქეთა შორის არიან იძულებით გადაადგილებული პირებიც. მათგან დევნილის სტატუსი 58 პირს აქვს მინიჭებული. სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო მათი უმეტესობა შესაბამისი საცხოვრებლით უკვე დააკმაყოფილა. ამ ეტაპისთვის კი განაცხადი 29 ადამიანს აქვს შევსებული. ჯანდაცვის სამინისტროში ადამიანების უსაფრთხოების დასაცავად შესაბამისი ზომების მიღების საჭიროებაზე საუბრობენ. არის რამდენიმე ოჯახი ასევე დევნილი მათგან რამდენიმეს აქვს უკვე დაკმაყოფილებული მოთხოვნა წინა წლებში რამდენიმე მათგანი ელოდება ძალიან სწრაფად შესაბამის კომპენსაციას საკუთრების ბინის გაცემის სახით აქტიურად კორპუსი ინგრევა და შესაბამისი ექსპერტიზები გვეუბნება იმას, რომ იქ ცხოვრება ადამიანებისთვის არის საფრთხეშემცვლელი. თბილისში თვალჭრელიძის ქუჩაზე ავარიულ შენობებში შეჭრილი მოქალაქეები მესაკუთრე კომპანიის მოთხოვნას დატოვონ შენობები არ თანხმდებიან. მოქალაქეების მიერ თვითნებურად დაკავებულ შენობებს ექსპერტიზის დასკვნით მეოთხე სტადიის დაზიანება აქვს, რაც ჩამონგრევის მაღალ რისკებს ქმნის.